17 წლის მოზარდ მლეთაში უშედეგოდ ეძებენ. თბილისიდან ლომნისობაზე ჩასული ახალგაზრდების ჯგუფი სალოცავიდან მლეთაში ბრუნდებოდა, როდესაც ერთ-ერთი მათი მეგობარი მოულოდნელად გაუჩინარდა. ამ ქვეყნიდან ისინო წამი ერთადერთი შვილის ზულები მაინც მაპოვნით. მე 12 წლის მანძილზე ამ ხევში შევდივარ. ხმამაღლა ვყვირივარ. ხმამაღლა აი ბოლო ხმაზე ვყვირივარ და ჩემი ყვირილი არავის არ ისმის. გამომძიებელს რატო არ ებადება ესეჭი რომ თუ ამ მეწყერმა არ ჩაიტანა მას არ არის ბავშვი. თამესიზმრა თუ ყურებში ვიღაცამ ჩამზახა ეგეც არ ვიცი. რადგან ჭერდი დეობე კიდე არ გავჩერებულ ვარ. წავიღო ბენზინი და მთავრობის სახლის წინ დავთქეთ სავიწო თავი მომხედავენ. არ მომხედავენ მაინც. მე რო ჩემი შვილი მეწყერიდან გამოვიტანო. მე რა უნდა მითხრა? სოფო ხელზე გიკეთია ბევრი 12 წელი მიკეთია. და არ იხსნი არასდროს უფალოშები წვალენ ხო? მეგონა პალე ვიპოვნიდი გურავის და რო ვიყიდე ეგრე შევთქვი, მაგრამ 12 წელია ეძებს სიმართლეს, რომელიც 12 წელია ცდილობს ერთადერთ კითხვაზე პასუხს გაიგოს, სად არის მისი შვილი. გამარჯობა. დღეს არ მექნება ემოციურად ადვილი გადაცემა. ადამიანურადაც ჩემთვის ძალიან რთულია ასეთ თემებზე მუშაობა, თუმცა როგორც რიგით მოქალაქეს, როდესაც ვიგებ რომ თუნდაც მე ჩემი ერთი გადაცემით მაქვს შესაძლებლობა რომ კიდევ უფრო მეტ ადამიანს მივაწვდინო ხმა და გავასაჯაროვო ერთი ადამიანის, ერთი დედის პრობლემა და ერთი დედის ამბავი, რომელიც 12 წელია ეძებს სიმართლეს, რომელიც 12 წელია ცდილობს ერთადერთ კითხვაზე პასუხს გაიგოს, სად არის მისი შვილი. მოკლედ, დღევანდელი ჩემი გადაცემის სტუმარი არის სოფო ბიბილაშვილი და ძალიან დიდი მადლობა ამ შესაძლებლობისთვის. მე მინდა რომ თქვენი ამბავი მოუყვეთ ქრონოლოგიურად, სულ თავიდან დავიწყოთ და მინდა რომ მომიყვეთ თქვენი შვილის შესახებ. როგორი ბიჭი იყო, რამდენი წლის იყო, სანამ ის მოხდებოდა, რასაც ჩვენი მაყურებელი ეტაპობრივად გაიგებს. როგორი მეგობრები ყავდა, რა ინტერესები ჰქონდა? გურიკა გათანამებული ბავშვი იყო, მაგრამ ძალიან თბილი. ექსკურსიაზე რომ მიდიოდა წინადღისით დამიკავშირდა, მე აქ ვიყავი სოფელში. რამდენი წლის იყო? 17 წლის იყო. დამიკავშირდა რომ თეო ექსკურსიაზე მივდივარო და სხვა ნომერი დამიკავშირდა. ტელეფონი რა უყავი მეთქი და ტელეფონის ნომერიო დამეწვაო და მამიდაო დამპირდაო რომ ახალს მომიტანსო და სანამ მომიტანსო ამ ხანაგის ნომრით გირეკაო. ექსკურსიაზე მივდივარო. ეს სკოლიდან მიდიოდა? არა, მეზობლებთან ერთად მიდიოდა, მამიდამისთან იყო სტუმრად თბილისში. მე ვიცოდი რომ არ ასვავდა სასმელს და არც მეთქვია, ერთი კი უთხარი, მამიდა არ გააბრაზო მეთქი და არა, მამიდა არ მოდისო, ბავშვები მივდივართო მეზობლისა, უბნისა. კარგი მეთქი. იმს დღისით არაფერი, მეორე დღისით დავრეკე იმ ნომერზე, რომელ ნომერზეც თვითონ დამირეკა გურიკამ და არ მიპასუხა არავინ. ბოლოს როდის ნახე, სანამ დაგირეკებოდა? ბოლოს მე ვნახე სადღაც 1-2 კვირით ადრე. აქ არისო, იქ იყო მამიდამისთან. მამიდასთან ცხოვრობდა თუ სტუმრად იყო? სტუმრად იყო, ისედაც იცით რა თქვა, გაცილებული ვართ ჩვენ. კი, მითხარით, ხო. დაშორებულები ვიყავით და არანაირი პრობლემა მამის მხრიდან და დედის მხრიდან არ ჰქონია. ამ ხანაგებით ვიყავით მე და მამამისი. ჩემთან იყო, ერთად ვიყავით თურქეთში, ჩამოვედით და რახან დიდი ხანი ჩემთან იყო, ვიზა გააფუჭა ბავშვმა და მე მამამისთანაც გაუშვი ცოტა ხანი. ხო და წავიდა მამიდამისთან, მამიდამისმა და ბავშვი სამსახურიც კი უშოვა, რომ ცოტა უგაერთობიო, თავის მეუღლესთან ერთად გააყოლა, მუშაობდა, არანაირი პრობლემა. ძალიან უყვარდა თავის მამიდას, თავის ძმისშვილი, იმიტომ რომ ერთი ძმისშვილი ჰყავდა ბიჭი. შენ ერთი შვილი ყავს? კი, მე ერთი შვილი მყავდა. და მე ანუ იყო მამასთან იმ პერიოდში? კი, მამამისიც სოფელში იყო, მამამისი სხვა სოფელში ცხოვრობს, შერთულში იყო და მე აქ ვიყავი. ბავშვი მამიდასთან იყო. 2 კვირის წინ ნახე, გაუშვი მამიდასთან სტუმრად და არანაირი პრობლემა. ისედაც ტელეფონზე აი ხუმარა იყო, რაღაცნაირი ბავშვი იყო. ერთი
დილიდან საღამომდე რო არ დამერეკა, მესიჯს მწერდა თითები ხო არ გეტყინა ხალო, რატო არ მე მესიჯები, რატო არ ამწე. ხო, ყოველდღიურ კონტაქტში. კი, ყოველ. ისე როგორი ბიჭი იყო? ინტერესები რა ქონდა? ეხლა არანაირი ინტერესი არ ქონია. რაღაცა აი ტრიპაჩი ბავშვი იყო. აი როგორი ასაკე იცი, რომ ახალ ცხოვრებას იწყებენ, სერიოზული ნაბიჯების გადადგმას, დაგეგმვას. არაფერი მიზნები რაღაცები არანაირი მიზანი არაფრის არ ქონია. არაფერი, აი არც სამსახურის, არც სახლის, არც მანქანის, აი არაფერი არ აინტერესებდა. მეგობრები როგორი? მეგობრები, ვისაც მე ვიცნობ, კარგი მეგობრები ყავდა თვითონ სოფლიდან, მაგრამ ამ თბილისის მეგობრებს არავის ვიცნობ. თბილისშიც ყავდა მეგობრები? თავის მამიდასთან კი. იმიტომ რომ ვიზაზე რო გადმოდიოდა, ხან დედაჩემთან უწევდა ბავშვს ყოფნა, ხან მამიდასთან და მამიდის მეზობლებს არ ვიცნობ. ამ გოგოებს და ამ ბიჭებს ვინც იქ იყვნენ, არავის არ ვიცნობდი. თქვენ თურქეთში ცხოვრობდით და მუშაობდით? არა, მუშაობდი, ცხოვრებით იქ ვიყავი, მაგრამ მე ვიზა გაფუჭებული ვიყავდი. ბოლო წლებში ბავშვმაც გააფუჭა ვიზა და ჩემთან დარჩა, რავი რატო უნდა და დარჩენა არ ვიცი. აი ბოლო შეხვედრა როგორი იყო თქვენი? რამე ხوار შეატყვეთ ისეთი? არაფერი არ შემეტყვია. არაფერი. რამე განსაკუთრებულზე ხო არ უსაუბრიან, რამე არაფერი, აი საერთოდ არაფერი. 22 წუთი მაქვს ნალაპარაკები, მაშინ ტელეფონები რო შეამოწმეს ბავშვთან და ამ 22 წუთში სულ ხუმრობდით, რავი, რასან ხუმრობდით, ახლა დღეობა იყო მაშინ ჩვენ სოფელში, ჯერ ჩვენი დღეობა და მერე ლომისობა მოსდეს. ლომისობის კი, პერიოდი იყო. 3 დღით ადრეა ჩვენი დღეობა. აი ხუმრობა, მეტი არაფერი. წინა დღეს დაგირეკათ, გითხრათ რომ მიდიოდა და ტელეფონი არ ქონდა. არა, ტელეფონი არ ქონდა. ტელეფონი სახში დაუტოვია, როგორც ვიცი, მამიდასგან მაგიდაზე ედო ტელეფონია. და რამდენი ხნით მიდიოდნენ? თქვენდათ ერთი ღამით ეგ არ ვიცოდი, რომ რამდენი დღით. არც ეგ არ ვიცოდი, რომელ სალოცავში მიდიოდნენ, არაფერი არ ვიცოდი მე. ღამის 10 საათზე წასულან ბავშვები. რამდენი იმისულან უკვე 14-ნი იყვნენ სულ. კი. მაღლა ავიდნენ მთაზე, ტაძარში მოილოცეს და დაბლა ბრუნდებოდნენ. ეს ყველა 17 წლის ასაკის იყო თუ უფროსებიც იყვნენ? ზოგი ერთი უფროსი ახლდათ, ეს კახა გელაშვილი, ბავშვებს ორი გოგო ხავ, იმათ გავყეო როგორც თვითონ იძახის, ეხლა როგორც თვითონ ეხლა იძახის. მაშინ ეგრე ვიცოდი, რომ ის იყო ბავშვები წაიყვანა ექსკურსიაზე. ბიჭებიც იყვნენ და გოგოებიც. კი. 4-5 გოგო იყო მგონი, კარგად არ ვიცი. არ ვიცნობ, აი სახელი და გვარებიც არ ვიცი. ვისიც ვიცი, იმათაც დამბლოკეს. გურიკას მეგობრობიდან დავიმატე 20 მეც ფეისიდან, მაგრამ რავი, ზოგმა დამბლოკა. მეორე დღეს რო არ გამოჩნდა, თქვენ მეორე დღისით რო დავრეკე, კიდე არ მიპასუხა იმ ნომერმა. მე ურეკავდი მამიდამის და მამიდამისმა მითხრა, რომ ზინავსო დაღლილია, არ მითხრეს. არ მითხრეს. ღამის 2 საათი იქნებოდა. მეზობელმა შერთულიდან დამერეკა. სოფო გურამისო ვერ უკავშირდებითო და ნომერი ხო არ შეცვალო. ამათ უკვე სოდნიათ და მე არ ვიცოდი. ხო და მე ვთხარი რა ვქნა მეთქი. ой მეთქი, გამახსენდა რომ ტელეფონის ნომერი დაეწო და სხვა ნომერზე უნდა დაურეკო. ფეისში, მესენჯერში შედი მეთქი და მისწერე. ინტერნეტში იქნება კომპიუტერი. გამითიშ აღარაფერი მითხრა. მერე მაზლმა დამირეკა კახამ. სოფო გურიკაო დაიკარგაო ლომისაზე, ექსკურსიაზე. მე მეგონა ჩვენი ლომისა აქეთ. ვიცახთი გაუბრაზდი კაცო, იცის რომ სოფელში ვარ, იცის რომ რუსები არიან და აქეთა რა წავიდა, რა უნდა და ამ ლომისაში, ან არა და ამ გზაზე რო ამოიარა, ბიძაშვილს ვეუბნებოდი, ბიძაშვილთან ვიყავი იმ დღისით ზუსტად. ამ გზაზე რო ამოიარა, რატო არ მითხრა, რატო არ შემოვიდა ჩემთან. მე ჩემი ძმა მუშაობდა, ღამის მორიგე იყო და დაურეკე. მანუ მეთქი გურიკა დაიკარგა მიშველი რა მე მეთქი. ვერ მოვითმინე, მე მამამის დაურეკე მე. ხო და მითხრა რომ დაიკარგაო და არა ჩანსო. ეს ღამის ხო გასული 2 დღე ალბათ და ხო. კი, 2 დღე. მეორე დღის ღამე იყო. მე უკვე და იმ პერიოდში რა ხდება საგამოძიებო ანუ იმ პერიოდში იქ რა ხდებოდა არ ვიცი. აი მე გეტყვით მაგასაც იქ რა ხდებოდა რო ჩავედი.
მე უკვე გამთენისას დილით ბიძაშვილმა წამიყვანა აქედან, რომ უნდა წავიდეთ უმლეტაში, ჩემი ძმაც დაეთხოვა სამსახურიდან წავედით. თქვენ არაფერი ისეთი საგანგაშოდ იმ მომენტისთვის არაფერი, არანაირად არ მივჯინე. თან მანდ მხარეს არც ყოფილვარ. ეს არის ყაზბეგის. კი, ყაზბეგისკენ მივდივართ ეს გზა, აღარ მივედით იმ ადგილამდე მივედით და ამ თასზე დავინახე ამოდონა სამაშველო, ხალხი მოფენილი, მამამისი, მე რამდენი ბაბო, დღეა დაკარგვიდან? მესამე დილა მესამე უკვე. დღეა. ეს თვითონ ეს ბავშვებიც ყოფილან, მე არ ვიცი ახლა. მე გავიგე რომ ის ბავშვები იყვნენ. ვის თანაც ექსკურსიაზე იყო. დადიან მე უკვე მივხვდი რომ აქ დაიკარგა. თავიდან ამ კახამ მითხრა გელაშვილმა რომ გზა ერია და მოვალ. რამდენი დღის მანძილზეც ვიარეთ, იმდენი დღე კახა იცახდა რომ მოვალ. ეს არის მეზობელი, კი. მამიდის მეზობელი, მამიდის უფროსი მეზობელი. კაცი, რომელიც გაყვა ამ ბავშვებს. დღესაც რომ დაურეკოთ ტელეფონზე, დღესაც გეტყვით რომ გურამი დაიმალა და დღეს და მოვა, დღესაც გეტყვით. იქ იყო 14 ადამიანი. კი. 14 ადამიანი არ არის ცოტა. რო ვთქვათ ორმა ადამიანმა შეიძლება მოილაპარაკოს რაღაც ერთმანეთში და არ გათქვან 14 ადამიანიდან ნუ თუ არავინ არ გამოჩნდა ამდენი ხნის მანძილზე, რომელიც გეტყოდათ რეალურად რა მითხრა ბავშვმა მითხრა ერთი გამოჩნდა. ამ 2 წლის უკან ბავშვმა დამირეკა. მაშინ ეგრე თქვეს რომ გურამი ქვაზე დაჯდა და გაქრა. 2 წამში გაქრა. გაქრა ეხა კი, გამომძიებელმაც. პირველ გამომძიებელი ამტკიცებდა რომ ბავშვი არსად არ არის გაქრა. გაქრა სიტყვა ეს ხმარობენ. სამაშველოები თქვენ რო დაგხვდათ გურიკას ეძებდნენ კი, ეძებდნენ სამაშველოების ზუსტად მაშინ მე რომ მივედი, მაგრამ იმ ღამით იმდენად ცუდი ამინდი იყო, გორის სამაშველო დაიხმარეს დუშეთმა გამოიძახა და გამოძახებაზე ერთ-ერთი ნაცნობი ადამიანი იყო ჩემი. იმ ადამიანმა თქვა ჩვენ იმ ღამით არავის არ შემოუტანია განცხადება, რომ ბავშვი იყო 17 წლის დაკარგულია. არავის არ უთქვია ჩვენ გავიგეთ მეორე დღისით დილითო, რომ ბავშვი იყო დაკარგული უკვე მეწყერი როცა ჩამოწვა, მაშინ გავიგეთ. მამიდასთან რო არ მივიდა, დანარჩენები რო ჩამოვიდნენ, რო ჩავიდნენ, მამიდა მის უთხრეს, რომ გურიკასო გზა ერიაო და აქ ხო არ მოვიდაო. იქნებ მარშრუტკას ვერ მიაგნოო, იფიქრეს ეთყობა ამათ არ. როდის ჩამოვიდნენ ისინი? დილით 8 საათზე, იმიტომ რომ ძღოლმა თქვა, რომ მე ეს ბავშვები რო წავიყვანეო ექსკურსიაზე. გადაღებაზე მივდივარ და დილის 8 საათზე მე იქ უნდა ვიყო თბილისში, თუ მაგ პირობით წამოხვალთო, წაგიყვან თუ არა და არ წაგიყვანთო. ძღოლმა თვითონ ილაპარაკა. ძღოლიც დაქირავებული ყავდათ კი, დაქირავებული. ერთი ტყუილი კიდე მაგაში, რომ კახამ მითხრა, რომ გურამი დაიქირავა მძღოლიო. მე კიდე პირადად მძღოლს ვესაუბრე და მძღოლმა მითხრა, საერთოდ არ ვიცნობ მაგ ბავშვსა ვინ იყო. მარშრუტკაში გავიგე, რომ მამიდასთან იყო სტუმრად. ქამდე ვინმე სიცნობდით კიდე აი ამ კახას გარდა? არა, არ ვიცნობდი, ამ ბავშვებს არ ვიცნობდი. საერთოდ არ ვიცნობდი. იქ თურქეთიდან კი რამდენჯერმე კახასთან ლაპარაკი ჰქონია გურიკას, ისე მოკითხვა როგორ ახლა. ეს კახა რამდენი წლისაა? კახა ჩემი ტოლი იქნება. კახა არის მამიდის მეჯვარე. ოჯახის ახლობელი. კი, ოჯახის ახლობელი. და ეხლა რომ დაურეკეს კიდე კახამ თქვა, რომ მე რატომ მირეკავთო. ოჯახის ახლობელი იყო მაგასთან ერთად ბოლოსო და თინიკო არხოშაშვილს მოჰკითხეთ პასუხიო. ეს ვინ არის? ეს ბავშვიც იქ იყო მაგ დროს. ბოლოს გურიკა მაგასთან მოდიოდა. დამნახველიც ეგარია და მთქმელიც ეგარია. თანატოლია გურიკას? კი, თანატოლია. ეს თინიკო არხოშაშვილი ნათესავი როგორია? თავის მამიდის მაზლიშვილია და გვერდზევე ცხოვრობს. ერთად იყვნენ ექსკურსიაზე. არაფერს დამბლოკა. ოჯახთან თავიდანვე დამბლოკა. ოჯახთან არ ვიცი. თინიკო მიცისო ყველაფერი. სულ თინიკო სასახელებს. პირადად კაი სოციალურ ქსელში დაგბლოკათ, მაგრამ მისვლა არ გიცდიათ არ სახში. მისვლა. რატო? არ მისვლა. იცით რა, აქეთი ერიშზე გადმოდიან. თვითონ კახაც. ერთი წლის უკან კახას დაურეკე ჩემი ნომრით. კახა მინდოდა მეთქი და სხვაგან მოხვდითო. 2 წუთის მერე დედაჩემის ტელეფონი დაურეკე. დედაჩემი ეუბნება, კახა მინდოდა და გისმენთ. დღესაც ის ნომერი აქვს. ჩემი ნომრით სხვაგან მოხვდი.
და დედაჩემის ნომრით კახასთან მოხდა. ამ ადამიანებს თქვენ კარგით გემალებიან და არ გამოდიან კონტაქტზე, ბლოკავენ. გამოძიება რანაირად დაიწყო და წარიმართა და გაგრძელდა და საერთოდ თუ არიან დაკითხულები ის ადამიანები? კი, მაშინდელი დაკითხულები არიან. იძახიან, მოვდიოდით ესე 2-2 3-3. მამიდა რას ამბობს ქალბატონი? მამიდამ რა უნდა თქოს? არაფერი არ იცის მამიდამ, როგორც მე არაფერი არ ვიცი, ესე მამიდამ ექსკურსიაზე გაუშვა, არ გაეშვა ეწყინებოდა, იმიტომ რომ მეტნაკლებად ხო ქონდა ამ ხალხთან ურთიერთობა მას მაინც და მაგიტომ კი, მაგრამ ამჟამად გაწყვიტეს ურთიერთობა, არა აქვს ურთიერთობა, მაგრამ ბავშვი არ არის. როგორი იყო აი ეს პირველი პერიოდი თქვენი? თავიდან მე საერთოდ ვერ ავაზროვნებდი, რომ მეგონა რომ სისმარში ვიყავი და იქ იყავით ხოლმე ძირითადად? სულ იქ დავდიოდით. მთელი ერთი თვე მივდიოდით. იმის მერე კიდე დავდივართ. სად არ დავდივართ თორე? ფსიქიატრიულშიც კი ვეძებ. როგორ? ფსიქიატრიულშიც კი ვეძებ ბავშვი, ვიფიქრე, იქნებ ვინმე მსემა. ჭუაზე არ არის, ვინმე იქნება ფსიქიატრიულში მიიყვანა. სად არ ვეძებ? არ ვიცი, ერთი საზღვარი არ გადამიკვეთია ეს ოსებისკენ არ წავსულ ვარ, იქაც წითელი ჯვარი შევგზავნეთ გორიდან ორჯერ, უარით გამოვიდნენ. არ არის. ერთ ბავშვთან გავედიო, წეღარ მეუბნებოდით კონტაქტზეო და იმან მომიყევით ესეც. მითხრა რომ ქალბატონო სოფო მეო არ დამინახია გურიკა რო ქვაზე იჯდა. ამას აი რას ამბობენ ესენი რომ ქვაზე იჯდა დანარჩენები წავიდნენ? გვეგონაო რომ გავლა უნდოდაო და ეგრე გითხრა იარე დაგეწევითო და ეს მიდიოდნენ თუ მოდიოდნენ? უკვე დაბლა მოდიოდნენ. გვეგონა უშკითხეთ რომ გურიკა ცუდად ხო არა ხარო და არა გითხრა იარე დაგეწევითო. ჯერ ერთი რომ ამ ბავშვებმა ვერ გათვალეს რომ გურიკა ღამის 3 საათზე მარტო ქვაზე არ დაჭდებოდა. დამხელად ყუილს მელაპარაკები აი დღემდე რას მელაპარაკებიან თვითონაც ის გადასავარდნი ხევი იყო? კი, არის, გადასავარდნი ხევია. და ზუსტად იმ ხევში მეწყერი ჩამოწვა. როდის? გამთენის, სანამ ესენი თბილისიდან ჩამოვიდნენ. თბილისიდან ესენი რო ჩამოვიდნენ, უკვე მეწყერი იყო ჩამოწოლილი. და სხვათა შორის ჩანაწერიც მაქვს დუშეთის ქვეშეთის გამგებელი როს იძახდა. ეს ვიდეოც იყო მაშინ გაჟღერებული, რომ სხვერპლს ვერ ვიტყვით ჯერჯერობითო, მაგრამო მამაკაცს ვეძებთო დაკარგულია. მე Google-ში ვიპოვნე რომ ქვეშეთის გამგებელი წერდა რომ 17 წლის მოზარდ გურამი დადიანიძეს ვეძებთო და მეწერია. ამას იგებთ ესეს? კი, მე თვითონ ვიგებ. მე თვითონ ვეძებ. თქვენთან არ მოდის? არავის საგამოძიებო სამსახური პატრული? არა. არც დაბარებით არავის დაუბარები ვარ. ამას მე დავდივარ. გავიგებ ვინმე დარეკავს, აი მივამგვანეთ გურამი, გავიქცებით ჩავალ. არა, ვაცნობებ გამომძიებელს. რატო არ მოდიან? არ ვიცი, არც ჩემთან საერთოდ არ მოსულა გამომძიებელი და არც ის იცის რომელ ქვაზე და რომელ ხელზეა ლაპარაკი. ესენი რო ჩამოვიდნენ, ამბობენ რომ სანამ მეწყერი ჩამოწვებოდა, მანამდე გამოიარეს ეს გზა მშვიდობით. კი. და გურიკა იჯდა ქვაზე, რომელიც უბრალოდ დაეკრეფა, მაგრამ ნახეთ, ჩემთან ერთად რო არის ადამიანი, ხო? და მითხრა რომ რამდენიმე წუთი დამელოდეთ. კარგი, დაველოდები და ვზივარ. რომ არ შემოვიდა მათთან ერთად მარშრუტკაში თუნდაც არ დაელოდნენ იმ მომენტში არავიდნენ იგივე იმ ქვასთან და არ ეძებეს ამაზე რას ამბობენ? მარშრუტკაში აი ხლა როდესაც მძღოლი დაიკითხა მე იქ ვიყავი და მძღოლმა არ იცოდა რომ იქ ვიყავი მე. ადრო დედა ვიყავი. მძღოლმა არც იცოდა რომ იქ ვინმე დაიკარგა? მძღოლს ეძინა დაბლა მარშრუტკაში და თქვა რომ ბავშვები მოვიდნენ ნაწილ-ნაწილო. ჯერ მოვიდნენ ბიჭებიო და მithქვეს რომ ძიაო კარები გაგვიღეო ქშიანო. ეთყობა საჭმელი უნდა და ბავშვებს. რო გაუღე კარები, სანამ გადმოვედი გაუღე კარები და გადმოალაგეს ამ ბავშვებმა ეს საჭმელები, მერე მოვიდნენ კახა და თავის გოგოები, თავის შვილები. ცოტა ხნის მერე კახა მიკითხა გურამი ხო არ მოვიდა, ხო არ დაგინახია. როგორი განწყობა ქონდა თო რას ამბობენ? რო ვერ იპოვნეს ისევ აალაგეს ეს მაგიდაო და ისევ დაალაგეს და წავედა. არავინ არ ღელავდა რამე არა, ეხლა მაშინ არ ვიცი, ეგენი არაფერი არავის არ უთქვია. რა სიტყოდნენ?
დაზეპირებულივითა მივიდოდი კახას იქითკენ ყავდა ის თავი გოგოები და ერთი კიდე ვიღაც გოგოა სალომე არ ვიცნობ არც იმ ბავშვს იქით ყავდა გაყვანილი ეტუტუნებოდა რას ელაპარაკობდა სად რომ მიხვიდოდით მლეთაში რო ავიდოდი რას ელაპარაკებოდა არ ვიცი ლაპარაკობდნენ როცა ბავშვი დაბლა ჩამოიყვანეთ 100 მეტრ აკლია გზას ხო დაღმართი აქედანაც გზა მიდის თავის მარშრუტკისკენ აქეთკენაც საპატრულო ჩანს დიდი შენობა ორთავე კამერა არ აფიქსირებს გურამის ჩამოსვლას ჩვენ იმ ღამით ჩაგვირთეს კამერები პოლიციამ და არც ერთ კამერაში გორიკას თეთრი მაიკა აცვია და გამოჩნდებოდა თან სულ ნელა კადრი ყველა გაჩვენეს ჩანს რომ მოდის ეს ბავშვი გზაზე ხალხი ხო მოძრაობს თქვენ ნამყოფი ხართ იქ გზაზე ხალხი ხო მოძრაობს კამერები უყურებს ამ გზას გურიკას რო გზაზე გაევლო ან თბილისის მხარეს წასულიყო ან მეორე მხარეს და კამერა დააფიქსირებდა მიმავალი დაინახეთ არც მიმავალი მარშრუტკამ გაიარა მივიდა დადგა დაბლა ტაძართან მაგრამ მარშრუტკამდე გურიკა არ არის მისული მაღლიდანვე დაკარგეს ამათ გურიკა და უბრალოდ ამ კაცს ჩემი ვერსია ესე იყო თავიდანვე ეს იყო რომ გურიკა დაკარგეს მაღლიდანვე კახას რახან უმფროსი იყო და ბავშვები ჩაბარებული ყავდა როგორც ეხლა იძახის რომ მე არავის ბავშვი არ ჩამიბარებიაო ამან იფიქრა რომ მე დამაბრალებენო და თავიდანვე თქვა რომ არ გურამი ქვაზე დაჯდა მაგას რომ თავიდან ეთქვა რომ მე არ მახსოვს გურიკა რა დროს დაიკარგა მაშინვე მაგმეწყერს გაწმენდავენ რატო წამოვიდა ზოგადად ის ხალხი ვინც მასთან ერთად თბილისში ეგონათ მამიდასთან ჩასული გურიკა როგორ წავიდოდა ღამის 3 საათს ეხა ხო უნდა გამოგვეცვალა იმ ჟურნალისტს ეგრე უთხრა ტელეფონში რაო ჩვენა გამოცვლა არ გვინდოდაო წამოვედით თბილისშიო და გამოვიცვალეთო თბილისში რო ჩავიდნენ გამოიცვალეს და ისევ წამოვიდნენ მლეთაში რომ მივიდნენ უკვე მეწყერი იყო ჩამოწოლილი მე როცა მივედი უკვე ტრაქტორები იყო მაგრამ ტრაქტორი უკვე ხევს აკეთებდა და ამ ჩამოშლილ მიწაზე ამ ხევის მიწას ზედაყრიდა მაშინ არც მე მიფიქრია რომ მან ნორმალურად ეძებეს იქ ვაი არა არ გათხრილა ის მაგმიწის გათხრას ვითხოვ მიწა რომელიც ამ 4-5 წლის უკან მომატყუეს დაგეხმარები თუ გაგიწმენდავ თუ არ გაუწმენდიათ მაშულები ისე ფეხი დადიოდნენ როცა რამეს იღებდნენ მაშინ გადმოიღებდნენ საკაცეს და ვითომ საკაცეთი დადიოდნენ ახვებოდნენ გზას ჩახვებოდნენ ეგრე მეც დავდიოდი მეტი არაფერი არც არავის დაბადებია კითხვა იქნება ბავშვს მაღლიდან ფეხი დაუცურდა საერთოდ ვერანაირ კვალს ვერ მიაგენით ან ნივთს მისას არა საერთოდ არაფერს საერთოდ აი ჟაკეტი ჰქონდა მაიკა შარვალი და კეტებით იყო წასული არც ჩანთა ჰქონია ბავშვს რომელსაც ტელეფონი არ უჭირავ ხელში მარშრუტკაში ზის 14 ადამიანი სურათი აქვს გადაღებული ტელეფონს დასქერის გურიკა გაქვთ ეს სურათი კი ეს იმათ აქვს თვითონ გადაღებული და მეც ამათ ვიკითხე რაც დასქერის გურიკა რაც არის ესეთი სურათი მეთქი უკან ესე რომ მიდიოდნენ იმ პერიოდში თავზე უკეთიათ ხელები სამი ხელია უკნიდან ვიღაცას ხო უჭირავ ეს ბავშვი რომ თავი ავაწეინო თუ არ უყვარდა გურამის სურათის გადაღება და დაბლა რაც დასქერის მეთქი თვალები დახუჭული აქვს და ტელეფონსო მე ვიკითხე რომ ვისი ტელეფონი უჭირავ თავისი რო არ ახონდა იქნება ან ვინმე ემუქრებოდა ამ ბავშვს ან იქნება რამე თამაშობს ხო უნდა ვიკითხო იქნება რამე მესიჯი ვინმეს მისწერა რომ ან უნდა გავიპარო ან თავიდანვე ვიკითხე ვისი ტელეფონი უჭირავ არც ერთმა რა თქვა რომ ჩემი არ გვახსოვსო ყველა მე არ გვახსოვსო ტელეფონი ვინათხოვა მარშრუტკაში არ ახსოვთ არც გამომძიებელმა არ გითხრა დახურეს საქმე არა არ დახურეს სადღაცას უძილაურ სადღაცას აი მეოთხე ოჯრაში ექნება საბუთები რომ მივა მაღლიდან დაიწყებს და მივალ და ესე ეძებს სად არის და როდის იპოვნის ფურცლებს 1-4-5 ფურცელი აქვს მეტი არაფერი პირველი გამომძიებელი თხოვდი გეხვეწები კახას რო დაკითხავ დამიბარე მეც აქედან დუშეთში 15 წუთში მე როგორ უნდა მოხვდე 4 საკლია 15 წუთი და მირეკავს
4 საათზე კახა უნდა დავკითხო და ჩამოდიო. აქედან დუშეთში როგორ მოხვდებოდი 15 წუთში. სასამართლო პროცესის შესაბამისად არ ჩატარებულა. არაფერი. არანაირი წინსვლა ამდენი წლის არაფერი. ერთადერთი რაღაცა ტელეფონის ნომრების ის მიატაინეს თავი მამას, ვისთან ახონდა დარეკილი და 1-2 ადამიანი მაჩვენეს. ამას თუ იცნობ, არ ვიცნობდი საერთოდ ვინ იყვნენ, არ ვიცი რა. უცნაური ბევრი რამ არის ამ სიტუაციაში, მათ შორის არის უცნაური ის, რომ ეს ყველა ადამიანი მალავს რაღაცას. თქვენ თავად რა ეჭვები გიჩნდებათ, რომ რას ქონდა ადგილი აი იმ დღეს და იმ ღამეს? არაფერს ადგილი. მე მაშინაც ავთქვი და ეხლაც ვიძახი და მე არავის არ ვადანაშაულებ, რომ სპეციალურად ჩემი შვილს რამე არც ისეთი ფიქრი მაქვს, რომ ვინმეს გურამე არ უყვარდა და ან სპეციალურად მოუწყო ეს არაფერი. უბრალოდ ვადანაშაულებ იმაში, რომ ამათ თქვენს ყველაფერი ტყუილი თავიდანვე. და რა შეიძლება ყოფილიყო მართალი? გურამის წვიმიანი ამინდი იყო და კეტები ეცა. ფეხი რომ მეც დამეცურდეს, მეც მოვკვდები იქ რო გადავარდე. მე 12 წლის მანძილზე ამ ხევში შევდივარ. ხმამაღლა ვყვირივარ. ხმამაღლა აი ბოლო ხმაზე ვყვირივარ და ჩემი ყვირილი არავის არ ესმის. იცი რატო იქ ხალხი კეიფობს, მაგიდები ეგ ქაშლი. გურამი იქ რო ჩავარდნილიყო და ცოცხალი ყოფილიყო, თავის ხმას მაინც ვერ მიეწვდენდა. დილით მეწყერი ჩამოწვა. ფეხი რომ მოსტეხო, იქ ის იმხელა ხევია, მოსახლეობა მითხრა აკაო. დაო, ჩვენც რო ჩავარდეთ, ჩვენც დავიღუპებით იმხელა ხევია. ხევში შევიდა ჩემი ძმა ბოლოში, მაგრამ მიწა უკვე ჩამოყრილი იყო. მიწა რას ეყარა, მიწის ქვეშ რა არის, არ ვიცი. თუ ბავშვი მაგ მეწყერში არ არის, მე ხო ეს აზრი მაგ დედა ვარ. თუ მაგ მეწყერში გურამი არ არის, მას სადღა გამომძიებელს რატო არ ებადება ეს ეჭვრო? თუ ამ მეწყერმა არ ჩაიტანა, მას სად არის ბავშვი? საზღვარი არ გადაუკვეთია ჩიპიანი პასპორტი აქ ვერ გადაკვეთავდა. მაშინ ვიღაცას ყავდა მალული დაბმული ჯაჭვით, ხო? რო არ ახედებს გარეთ. რა ინტერესი უნდა ჰქონდეთ? ერთი უბრალო დედისა და მამის შვილი იყო. ვის უნდა ჰქონდეს ეგ ინტერესი? ერთი კითხვა არ დაუსვია გამომძიებელს ჩემთვის. სოფო, შენ თვითონ დედა ხარ, რას ფიქრობ? ფიქრობ ამას. დახმარება ვის არ თხოვე. გამიწმინდეთ მეწყერი. ხო არსებობს, დანადგარიც არსებობს. ეხლა არის შესაძლებელი რომ გაწმინდონ რამე კვალს მიაგნონ ეხლაც ამდენი წლის 12 წელი გავიდა ქალბატონი. მე რა 12 წელი. რამდენი წლის მერე იპოვნეს გორში გვამი. და რას გეუბნებიან ამ დროს ამას რო თხოვთ? დაგეხმარები თუ მარა არავინ მეხმარება. გპირდებიან, მაგრამ არაფერს აკეთებენ. კი, ყველა მპირდება. დუშეთის გამგებელი ამჟამად ქალია. შარშან ტელეფონზე არ მიპასუხა. მერე მესეჯი მიწერე და მომწერა მესეჯით, რომ როგორც დედა მეთქი ვთხოვე. მომწერა სოფელი არა გაქო. ტრაქტორები არა გყავ. მე რა სამწერა. აქედან უნდა წაიყვანოთ იქ. საქმე მაგათ აქვს დუშეთს გურამის საქმე და მანდ მიტოვ თხოვე. ასხარათა მიგდო სოფელი არა გაქო და ტრაქტორები არა გყავთ. მე რომ მივიდე ჩემი ტრაქტორით. არ მომცემენ უფლებას გაწმენდის. რატო? არ მაძლევენ. ნებართვა უნდა. და ეს ნებართვა რის საფუძველზე უნდა მეტი უბედურება რაღა უნდა დაგემართოს დედას. არ ვიცი რა უნდა დამემართოს. ანუ რა ამის მეტი რა უნდა დამემართოს 12 წელი სუნთქავ. ერთადერთი შვილი მყავდა. დედა ვარ შვილის გარეშე. არავის ბავშვი არ ამწროს. არ ცხოვრებაში არავის ბავშვი არ მიცემი. არავის შვილი არ დამიწყევი. მე კიდე საკუთარი დავკარგე. ეხლა ვითხარით ჩემ ცხოვრებას თუ აქ აზრი. სუნთქავ. ტაძარში შევდივარ, ცუდად ვხდები. გონებაში მარტო ის აზრი მივარდება, რომ ტაძრის კარებიდან ჩემი შვილი როგორ დაიკარგა. და სად არის ამდენი ხანი?
თუ დაუშვათ დაიმალა, თავიდან ხო იძახდა კახა, დღესაც იძახის დაიმალა და მოვა. თუ დაიმალა სად არის? ვინ დამალა? მაშინ თვითონ მალავს. მე არ ვიცი. რამდენჯერ ვიცხოვე. ყველას ვთხოვე. ამ ქვეყნიდან ისინი წამიყვანა. ღარიბაშვილს პირადად ვთხოვე. ამ ქვეყნიდან ისინი წამიყვანა. ერთადერთი შვილისძულები მაინც მაპოვნით. თუ იქ არ არის იმ 50 მეტრა მიწაში ჩემი შვილი. მე ხო დავწმუნდები და ამ ფიქრით არ ვიცხოვრებ. ეს დაგეხმარებათ, რომ იცოდეთ ზუსტად იქ არის თუ არ არის? აი დაუშვათ არ არის. დაუშვათ არ არის. მე ხო იმედი ვექნება, რომ ესე იგი ახან აქ არ არის, იქნებ ცოცხალია. მაგრამ ცოცხალი და სად არის? ბავშვს ისეთი მდგომარეობა არ ქონდა დედისა და მამისგან, რომ წავიდეს და დაიმალოს. კაი, მაშინ არასრულწლოვანი. ხო გსმენია, თქვენ თავად რას გრძნობთ? თქვენი შვილი ცოცხალია? მე თავიდან ვიგრძენი, რომ ჩემი შვილი ცოცხალი არ იყო. ძალიან ვიტანჯები სიზმრებში. ძალიან, აი რასაც ქვიან. დატანჯვა. დღე ხო ვიტანჯები. გორში რომ წავალ, რამე საქმეზე არ გავიშვები მარტო. ერთი ქუჩაზე მივდივარ, სულ სხვაგან ამოვუყობ თავს. მივდივარ ვეძებ, ახალგაზრდა ხალხში ვეძებ, ჩემ შვილს ვეძებ. ეკლესიაში შევალ, ბერებს ვეძებ, ბერებს. სანთელი მიჭირავდა, ბერებს უყურებ. რო გონიათ რომ რომ შეიძლება იქნებ სადმე ჩემი შვილი დავინახო. ეხლა ხო დიდები გახდნენ. ეხლა ხო მშობლები არიან. უბრალოდ თქვან რა დროს დაკარგეს გურიკა, მეტი ხო არაფერს არ ავთხო. ახლა იქნებოდა 29 წელი. 30-ისა ხდება 1 სექტემბერს. სიზმარში როგორ ხედავთ ხოლმე? სულ ახლა ხან დამესიზმრა. რადგან ჩერდიდეო. დამესიზმრა თუ ყურებში ვიღაცამ ჩამძახა, ეგეც არ ვიცი. რადგან ჩერდიდეო, მე კიდე არ გავჩერებულ ვარ. წავიდე. წავიღო ბენზინი და მთავრობის სახლის წინ დავთქეთ, წავიწვა თავი, მომხედავენ. არ მომხედავენ მაინც. ვინ გააჩუმა ეს ხალხი? რა უნდოდა ჩემი შვილისგან? აი ამ 13 ადამიანიდან არავინ არასდროს არ გამოვიდა კონტაქტზე თქვენთან. ერთადერთი ბიჭი გამოვიდა ეს ნოდო. რომელმაც მითხრა, რომ გურიკა ქოზე არ დამინახიაო. არა და ვიდეოში, ტელევიზიის ვიდეოში იძახის, ესე მოვდიოდი თუ ეგ ჩამოჭდა გურამიო და თვითონ ეს ბიჭია კი, წუხარ ქალბატონო, ზუსტად ეგ სიტყვები მითხრა. სამჯერ გავუმეორე, ერთ ადგილს ვერ ავპოულობდი, გავიქცეუდი ნოდო, რას მეუბნები? გურიკა ქვაზე არ დაგინახია, რომ დაჯდა, არა, არ დამინახიაო. მაშინ რატო თქვი ეგრე და არ ვიციო. დაურეკე გამომძიებელს უთხარ. რა გითხრათ ამ ნოდომ მაგის არაფერი არ ვიციო, სხვაიო, არაფერიო. რატო წამოვედითო, მარტო რო წამოვედითო, როგორი განწყობა იყო, რადგან ეს გაამხილა, დანარჩენ დეტალებს არ ამბობს? არ ამბობს არაფერი. არც შევკითხვი ვარ. მე ერთადერთი ეგ მაინტერესებდა, რომ გურიკა ქვაზე თუ არ იჯდა, ესე იგი, ჩემი აზრით, როგორც თავიდან ვარაუდობდი, რომ ბავშვი მაღლიდანვე დაკარგა კახამ, არ იცოდა სად დაკარგა და ბოლოს თქვა, რომ ვითომ აქ იჯდაო. ეხლა მაშინ რა სყვებოდა, იცით? მოდიოდაო. იმდენად კაი ხასიათზე იყო გურამიო, რომ ეკეთკენო ხალხთანაო მივიდაო. ნასვამი ხო არ იყო? არასოდ. აკეთკენაო ხალხთანაო მივიდა, უცხო ხალხზე მეუბნება. რაღაცა მოუყვაო და აცინა ის ხალხიო. ვისა მეთქი და არ ვიცი, ვიღაც გოგოები ისხდნენ და იქ მივიდა და აცინა ის გოგოებიო. რას მიყვება 17 წლის ბავშვი მივიდა უცხო ხალხში, მაღლიდან მოდიოდა, მივიდა უცხო ხალხში და რაღაცა მოუყვა და აცინა. არ ვიცი, რავი, რეები მოყვნენ მაშინ. მე ხმას არ ვაღებინებდნენ. გაჩუმდი. კახა, ჩვენი ის არის, ოჯახის ნათლია, მაგას არ იკადრებს რომ მოიტყოს. კაი, არ იკადრა, ნუ იკადრა. ეხლა მაინც თქვი ადამიანურად. ეხლაც რო დაურეკა, ჯერ მოვიდე საკაცხვირპირი თუ არ დავალეწო. ეხლაც იძახის რომ მოვალ. მაშინ რაღაც იცის ამ კახავ, ხო? თქვენ შულზე ამბობთ ამას? კი, შარშან, ზუსტად ეგრე მითხრა, რომ მოვალ. ძალიან, მაგრამ უნდა მოვკლე ცემაშიო. ისე უნდა ვცემო. საიდან მოვა არ ვიცი.
საიდან მოვა არ ვიცი. მაშინ დაჭერილი ხავ აი კიდე ვიმეორებ. მაშინ დაჭერილი ხავ, გამოუშვებს და მოვა. გურიკა ეხლა სადღაცას არის წასული. ტელეფონი არა აქვს, ფეისი არა აქვს, ის არა აქვს. არანაირი მინიშნება არანაირი არ ყოფილა თქვენთან რომ რაღაცა შეიძლება ეჭვი გაგიჩნდეთ რომ არანაირი მინიშნება არ მქონია. ვისაც მეგობრობა გამოუგზავნია, ვიმატებდი აი უსახელოებიდან დაწყებული, აი ისეთი აი ერთ ვიღაცამ დამიმატა, გამომიგზავნა მეგობრობა, გამწარებული სიცოცხლე თუ რაღაც ესეთი იყო და ახლა შემოყე, რა თქმა უნდა, ყველას ავწერ ეგეთებს, ვინც მიგზავნის მეგობრობას, თუ იქნებ რამე იცოდნენ ჩემ შვილზე, ან თვითონ იქნებ გურამია. არავინ. იმედით ხართ რომ იპოვნით სიმართლეს რა მოხდა თქვენი შვილის შემთხვევაში თუ როგორ გადის ეს 12 წელი? კი მგონია თუ ჯანმრთელობამ არ მიმთხუნა ვიპოვნი. მეწყერი რომ გაიწმინდოს ვიპოვნი. იმიტომ რომ გურიკა მითხრა მიპოვნიო და ისიც მითხრა სხეულის ნახევარს მიპოვნი. მე რო ჩემი შვილი მეწყერიდან გამოვიტანო. მე რა უნდა მითხრა? გამომძიებელმა თვითონ თავის შვილებს როგორ უნდა შეხედოს? მე რო ჩემი შვილი მიწიდან ამოვიყვანო. მე არავინ გვერდში არ მიდგე. მთავრობაში ხალხი არავინ არ მყავს. ამიტომ ჩემი საქმეთ არ უნდა შემოდეს. რა გინდათ თქვენ? ყველაზე მეტად რომ გავაკეთოთ ყველამ ერთად. მეწყერის გაწმენდა, დანადგარის გადატანება მეტი არაფერი. ნებართვა ამ ყველაფერზე და ტექნიკური საშუალება. კი, ეტი არაფერი არ მითხრა თუნდაც მეორე დღესით მომკლან. ჩემ ადგილზე სხვა რო ყოფილიყო. შესაძლოა აქამდე არ მისულიყო იმის საქმე, მაგრამ ეთყობა ჩემზე მაგრამ მაგათი მოქმედეს. თავიდანვე გააჩუმეს გამომძიებელი. როგორ გგონიათ რატო გააკეთეს ეს? წლები რო გავიდა და ჯუმბერის საქმე ჩამოვართვეს, პირველ გამომძიებელს გორს გადმოსცეს. გორიდან ისევ ჩამოვართვეს და დუშეთს გადასცეს. ყოველ წელიწადს 12 წლის მანძილზე მლეთაში ავდივარ. ერთ-ერთ წელიწადსაც ვიყავი. სანთლებს რო ყიდულობდი, ხმა მეცნო და რომ მივიხედე ჯუმბერი იყო. ძველი გამომძიებელი. კი. ცდანასვამ მდგომარეობაში იყო. მე ვთხარი ბატონო ჯუმბერი მეთქი. რატომ მომატყუეთ? მეთქი რომ გურიკა ქვაზე იჯდა. ჩემი შვილი ხომ მეწყერშია მეთქი და მან მითხრა რომ კიო. ჩვენ თავიდანვე ვიცოდით რომ მეწყერშია და ღმერთმა ხელი მოგიმართოს გაწმინდე მეწყერიო. მე ესეც უთხარი. უძილაურს მაგრამ არაფერი. ეხლა კიდე მითხრა რომ ჩვენ ცხოვრობთ სახელმწიფოში. ჩვენ მაშინო ჩავატარეთ სამძებრო სამუშაოებიო და დანადგარის გადატარებულია. გამოგიგზავნეთ წერილია. რომელ წელიწადს გადაატარეს დანადგარი გადაატარეს და დედა სად იყო? სად იყო დედა როცა დანადგარს ატარებდნენ? მე დამირეკეს და არ მივედი? ვის გადაუტარეს დანადგარი? სად გადაატარეს? მანახონ ის ვიდეო მანახონ ერთ მარგა დაიყო რომ დანადგარს ატარებდნენ? 11 დღე მატარეს, 11 დღე ვიარე. მე წერს გიწმენდავთო, მე 12 დღისით რო ჩავედი. ტრაქტორები გამოყვანილი იყო, ჩემიც მეუბნება, რათა ხართ აქაო რა ვქნო, რატო აღარა წმენდავთ? ზუსტად იმ ადგილზე იყო გაჩერებული. ხო, რა ვქნო თქვენაო ვინახავთო, ჩვენაო აქ ტენდერი მოვიგეთო და ხევი გავაკეთეთო. მაშინ გავიგეთ რომ მოგვატყუეს. საფო ხელზე გიკეთია ბევრი 12 წელი მიკეთია. და არ იხსნი არასდროს? უფალო შეგვიწყალენ, ხო? მეგონა პალე ვიპოვნიდი გურავის და რო ვიყიდე ეგრე შევთქვი, მაგრამ მომიწია 12-ის გაკეთება. თუ კიდე ვიცხოვრე, ვიცოცხლებ და კიდე ვერ ვიპოვნი, კიდე გავიკეთებ, რაღაც არა თავარი სათქმელი ვისთვის გექნებათ? ყველასთვის, ვისაც კი ეს საქმე შეუძლია რომ გააკეთოს. აქ უკვე გამომძიებელზე მარტო არ არის, აქ სახელმწიფოს დონეზე და გადაწყდეს ის, რომ მოიპოვოთ პირველ რიგში ნებართვა, როგორც თქვით, ნებართვას არ გაძლევენ და შემდეგ უკვე იყოს ნება იმის, რომ გაკეთდეს ის, რაც 12 წელია გასაკეთებელია. აქ არ გაფრინდა ქაღალდი, ბავშვი აღარ არის.
და ეს არის სახელმწიფო, რომელმაც უნდა მოძებნოს. ჩვენო წერილობით გამოგიგზავნეთ, რომ დანადგარი გადავატარეთ 2014 წელსო. 2014 წელს თუ დანადგარი გადაატარა და მე ამდე საუჩხუბობ დანადგარსა ამას ვიგებ 3-4 დღის უკანა დანადგარი გადავატარე 2014 წელსო. რას მეუბნება? ყველა რატომ გატყუებთ? არ ვიცი. იმიტომ რომ ხვდებით რომ გატყუებთ? იმიტომ რომ გამომძიებელი თვითონ პირველი გამომძიებელი თვითონვე შეცდომაში ამათ შეიყვანეს ბავშვებმა. რომ ქვაზე იჯდა. ქვა არის აქეთ მხარეს, მეწყერი აქეთ მხარეს, მაგრამ მეწყერი ხევი, რომელ ხევსაც მე ვლაპარაკობ, მაღლა და რომ მოდიხარ ამ ბილიქს უდგება. იმ ბილიქზე ჩამოიარა გურიგა. ყოველ წელიწადს მივდივარ, ყოველ წელიწადს, მაგრამ არავის არ ესმის იქ ადამიანი რო ჩავარდეს, იმის ხმას ვერავინ გაიგებს. იმიტომ რომ მუსიკები აქ ჩართული ხალხს სუფრები აქ გაშლილი, ისეთი ადგილია. ჩემი შვილი ჩემ გადაცემას კი არა, ისედაც რო ცოცხალი იყოს ესე არ გაჩვენდებოდა. მე აქ არ ვიყავი, მაგრამ დამეყუპ დიდი სტრესი გადავიტანე ნერვოზე და მე მართა არ ჩემი ტანჯვა იცოდა. მე ასე არ მომექცეოდა. დედის ლოცვაში როგორ მოიხსენიო შვილი. ცოცხლად მოიხსენიო თუ მკვდრად. რომელი ლოცვა წავიკითხო, რომ ცოცხალი ვთქვა თუ მკვდარი. და როგორ იქცევით? არ ვიქცევი არანაირად. ცუდად ვხდები. წელსაც ტაძარში ვეცუდად გავხდი. უფრო ხალხს თუ უფრო მთავრობას ვის გინდათ თხოვოთ გვერდში დგომა? ყველას მეთხოვ, ყველას გამიწმინდონ ეს ადგილი. ძალას რა გაძლევთ იმისას, რომ 12 წელი აი ესე გაუჩერებლად იაროთ იმ ადგილას, სადაც ბოლოს იყო თქვენი შვილი. ამ ძალას ასე მგონია რომ მივდივარ, განმარტოვდები, მარტო ვზივარ და ელაპარაკები გონია შვილს ველაპარაკი. იქ რაღაც განსაკუთრებული განცდით ხარ? კი, მივდივარ იმ ცნობით რომ გონია რომ ბავშვთან მივდივარ. არასოდეს ყოფილი ვარ მაგ მხარეში. ახლა კი 12 წელია დავდივარ. თუ ოდნავ გული აქვთ და თუ ოდნავ ადამიანობა აქვთ. უთხრა გამომძიებელ სიმართლე რომ გამიწმინდონ ეს ადგილი. უთხრა რომ არ ახსოვთ გური კანადროს დაკარგეს. დღესაც მაგას იძახის გამომძიებელი ქვაზე იჯდა და რა უნდა და მეწყრისკენა. რა უნდა და ქვაზე იჯდა, არ იჯდა ეს ქვა. ამოაგდეთ საერთოდ არ იჯდა ამ ქვაზე. ესე როგორ დააჯერეს რომ ქვაზე იჯდა, არ იჯდა. არ იჯდა გურიკა ქვაზე. იქნება იმ ადამიანმაც ახლა მაინც ბევრი წლის მერე მაინც დაფიქრდეს და თქვას ის რაც იცის სიმართლე, რომელიც თქვენ ასე დაგეხმარებათ, ისე მაინც იმოქმედოთ როგორც საჭიროა. გამომძიებლებსაც არ ქონიათ მცდელობა ამ კაცს ასე დალაპარაკებოდა. არა. დილით რომ მივიდოდი, სანამ ჩავიდოდი დუშეთში, გამომძიებელს და კახას უკვე ყავაც მირთმეული ჰქონდა და კარგად ჭუკჭუკებდნენ, იცინოდნენ, ლაპარაკობდნენ. მე რომ მივიდოდი, აი ეს დავკითხეთ, ესე თქვა, როგორც კახამ თქვა, ის დავკითხეთ, ესე თქვა, როგორც კახამ თქვა. ან რაზე მივდიოდი, რაზე ვიბარებდნენ. თუ დაკითხვასაც არ მასწრებდნენ. თქვენ საერთოდ არ გეკონტაქტებოდოთ ეს კახა არაფერს? არა, რამდენჯერმე მედაურეკე და ერთ კარგა გამომვლაც არა ვიცი. და მაკადრა მიყვირა მიღრიალა ტელეფონში. მეორეთ აღარ დარეკო და რომ მოვა მოვკლავდა, რომ მოვა ვცემდა, რომ მოვა ცხვირპის დავამტვრევდა. მოვიდა 12 წელი გავიდა რა მოვა ეთყობა. 12 წლის მანძილზე 12 ჯერ არ გამიხარია. 12 წლის მანძილზე. 12 წუთი არ გასულა რომ ჩემი შვილზე არ მეფიქრა. ნეტა თვითონ რომ მამაა და შვილებს უყურებს და სარკეში ვიღაცას რომ რაღაცას უნიშნულო რამეს ვაწყეინებ, ან ზედმეტად დაუყვირებ ან სიტყვას ჩავიხედები, მცხვენია რომ პოეზია არ უნდა გაგიკეთებინა ესე. ბავშვის სიცოცხლეზე ვლაპარაკობ, ბავშვისა. ბავშვი რომელიც მის გარდა არავინ არ მყავდა. მაგრამ ვერაფერს გავხდი. მე მეც ვიტოვებ რომ ისევ ხალხი ერთად გავერთიანდებით ისევე როგორც რამდენჯერმე მოგვიწია ბოლო პერიოდში გაერთიანება, თუნდაც ქალბატონი ეკა კუპატაძის შემთხვევაში, როდესაც მთელი საზოგადოება ერთსულოვანი იყო, უფრო მეტი რეზონანსი ექნება თქვენს საქმეს,
უფრო მეტი ადამიანი მიაქცევს ამ ამბავს ყურადღებას და მოვინდომებთ იმას, რომ დავდგეთ ყველა ერთად თქვენს გვერდით, სოფო. და მე მგონია, რომ შენი ეს 12 წლიანი ტანჯვა ზუსტად აი აქ შენ სამაჯურებზე 12-ზე უნდა გაჩერდეს და ყველაზე მეტად რაც მინდა ის გისურვო, რომ ცოცხალი იყოს შენი შვილი. მინდა გისურვო, რომ სიმართლე გაიგო პირველ რიგში და მგონია, რომ ნებისმიერ შემთხვევაში შენთვის ყველაზე მთავარი ახლა სიმართლეა, ხო? თუ ამ ქვეყნიდან ისე წავალ და სიმართლეს ვერ გავიგებ, ღმერთმა ყველა დასაჯოს, ვიც მე დამსაჯეს, ვიც მე გამიმეტ. უფლის ეშინოდეთ. გამძლეობა მინდა რომ გისურვო. თუ გინდა რამის თქვა შემიძლია რომ მოგისმინო. მადლობა. მადლობა.